გამარჯობათ. ვაგრძელებთ ორი კუთი და მეფით მარტოხელა მეფის დაშამათებას. მოდით გადავიდეთ პირდაპირ დიაგრამაზე. აქ თქვენ ხედავთ, რომ შავების მეფე ცენტრშია. შავები მიზანია, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდნენ ცენტრში, ხოლო თეთრების მიზანია, ძლიერი მხარის მიზანი, რომ შავ მეფეს შეუზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, შეავიწროოს დაფის კიდისკენ და შემდეგ კუთხეში ჩაუსვას მას შამათი. ან პირდაპირ კუთხისაკენ შეავიწროოს და იქ ჩაუსვას შამათი. დააკვირდით საწყის პოზიციაში შავი მეფისთვის G4 და G5 კუ ისე დგას, რომ ისინი ქმნიან გაუვლელ ბარიერს G4 ცერვა და G5 დერვა დიაგონალებზე. აი ყველა უჯრა არის მეფისთვის, შავი მეფისთვის ხელმიუწვდომელი. პირველი სვლით QF4-ით. ჩვენ კიდევ უფრო ვაჭრით შავ მეფეს გადაადგილების თავისუფლებას. D6-ზე და E5-ზე ვართმევთ უჯრებს და მას ორი სვლა აქვს. ან C5-ზე, ან C6-ზე უნდა წავიდეს. თუ C6-ზე წავა, ეს ჩვენთვის უკეთესია. ჩვენი მიზანია, რომ ის კუთხისაკენ წავიყვანოთ. ამიტომ მეფე C4-ით კიდევ უფრო შევზღუდავთ მას. ესე იგი, მეფემ უნდა ცადოს, რომ C5-ზე წავიდეს და აქ მას უკვე 5 უჯრა აქვს გადასაადგილებლად. შეუძლია ვთქვათ B4-ზე გაიქცეს. არ მივცეთ ამის საშუალება, მეფე C3, მაშინ გავჩერდეთ ცენტრისკენ წავიდეთ. შავი მეფე ცდილობს, რომ გვერდიდან შეუტიოს F4 და G4 კუს. დააკვირდით, ამ ორი კუს განლაგებაში სუსტ ადგილს წარმოადგენს მხოლოდ E4 და H4 უჯრები, საიდანაც შეუძლია სუსტი მხარის მეფეს მათთვის შეტევა. ამიტომ ჩვენ არ უნდა მივცეთ შავ მეფეს ამის საშუალება. უნდა ვითამაშოთ QF5 და ამით ჩვენ წავართვით E4-ზე გაქცევის საშუალება. ეხლა შავ მეფეს აქვს წასასვლელად მხოლოდ C6 და C5 უჯრა. ნუ C6-ზე ვთქვით, მაშინ ვითამაშებთ მეფე C4-ს. ამიტომ ის ისევ C5-ზე მოდის. C5-ზე თუ მოდის, ჩვენ შეგვიძლია უკვე E4 არვა დიაგონალზე D5 და C6 უჯრები მას წავართვათ. ან B6-ზე უნდა წავიდეს, ან B5-ზე. B6-ზე თუ წავა, ეს ჩვენ გვაწყობს მივალთ მეფე B4-ს. მეფე B5. არ ვაძლევთ მას A4-ზე გაქცევის საშუალებას, თქვათ ვთამაშობთ B3-ზე. მაშინ მეფე C5. ეხლა ისევ უნდა მას D4-ზე გამოგცევა. D4-ზე არ მივცეთ მოსვლის საშუალებას, QE5-ით უკვე ნაცნობი მანევრით. ეხლა მეფე ისევ ბრუნდება B5-ზე და ისევ QD4-ით წავართმევთ B6 და C5 უჯრებს მას. დარჩა მხოლოდ A6-ზე და A5-ზე წასასვლელი. თუ ვთქვათ მეფე წავა A6-ზე და ხაფანგს დაგვისვამს, ჩვენ ამ ხაფანგში არ უნდა გავებათ, ანუ მეფე B4 არ უნდა ვითამაშოთ, ეს არის პატი. არამედ მეფე A6-ზე ჩვენ უნდა ვითამაშოთ მეფე C4, რომ დაუტოვოთ მეფეს ერთი უჯრა სასიარულოდ. და შემდეგ მეთოდურად A1 უჯრისკენ წავიყვანოთ და იქ დავაშამათოთ. მაგრამ დავბრუნდეთ ამ პოზიციაში. QD4-ის შემდეგ მეფე, თქვათ, თამაშობს A5-ზე. ამ შემთხვევაშიც მეფე C4-ს ვთამაშობთ. ეხლა მეფეს წასასვლელი აქვს ან A6-ზე, ან A4-ზე. თუ წამოვა A4-ზე, QB6-ით A5 უჯრას ჩაუკეტავთ და უკვე A1-ისკენ ჩავსვამთ შამათს. მეფე A6. აქ ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თქვათ, მომლოდინე სვლა QC6, რომ მეფეს მხოლოდ ერთი გზა აქვს A5-ზე და შემდეგ სვლაზე იგივე კუთი ვითამაშოთ B7-ზე და წავართვათ შავ მეფეს A6-ზე წასასვლელი. ერთადერთი სვლა აქვს მეფეს A4-ზე, მაშინ უკვე შავუჯროვანი კუთი A5 უჯრასაც წავართმევთ მას, უნდა წამოვიდეს A3-ზე, ეხლა უნდა B2-ზე გამოგცევა, მაგრამ თეთრი მეფით ამასაც ჩვენ მას შეუზღუდავთ. თუ გაგვიწევს წინააღმდეგობას და მოვა A4-ზე, QC6-ით გამოუცხადებთ მას ქიშს, არ მივცემთ B5-ზე გაქცევის საშუალებას, უნდა წამოვიდეს A3-ზე. A3-ზე როცა მოვა, ვეუბნებით QC5 ქიში, მეფე A2, ეხლა B1-ზე უნდა გაქცევა, მაგრამ თამაშობთ მეფე C2-ს, ერთადერთი სვლა აქვს A1-ზე და აქაც უნდა გავაკეთოთ მომლოდინე სვლა და არა QD5 ოვონთ, იმიტომ რომ იქნება პატი. QD5 ძალიან უზღუდავს გადაადგილებას შავ მეფეს. აი მაგალითად QB5. დაველოდებით სანამ ის აღმოჩნდება თეთრ უჯრაზე, შემდეგ C4-დან უცხადებთ მას ქიშს, მეფე A1 და QD4 შამათი. მოდით კიდევ უფრო გავართულოთ და ავიღოთ
მაგალითად ისეთი პოზიცია, როდესაც ჩვენი ფიგურები საწყის პოზიციებშია. აქ ჩვენ უნდა პირველ რიგში ავაგოთ გაუვლელი კედელი შავი მეფისთვის და როგორ ხდება ეს? მაგალითად Q3-ით დავიწყოთ. შეგვეძლო Q3-ის გვეთამაშა პირველი სვლა. მეფე D5, ვიცით რომ სუსტი მხარე ცენტრისკენ უნდა წამოვიდეს, იქ მას გადარჩენის მეტი შანსები აქვს. Q3 და დააკვირდით აი ამ გაუვლელ კედელს, რომელსაც ეს ორი Q აკეთებს მეფისთვის. ერთადერთი სისუსტე C3 და F3 უჯრიდან დაცულია, იმიტომ რომ შავ მეფეს აი მწვანეთ შეღებილი მონაკვეთიდან გამოსვლა არ შეუძლია. შესაბამისად, ის ხაფანგშია. ეხლა გეგმის შემდეგი ნაწილი არის ჩვენი მეფის მოახლოვება და კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა შავი მეფის გადაადგილების. მოდით გავაგრძელოთ, თქვათ მეფე E5, მეფე G2, შეგვიძლია მეფე F2-იც გვეთამაშა, მეფე D5, მეფე G3, მეფე E5, მეფე G4, მეფე D5 და მეფე F5. ეხლა უყურეთ. თეთრი მეფით კიდევ უფრო მეტი უჯრა წავართვით შავ მეფეს და მას გასაქცევი დაუტოვეთ D6-ზე და C6-ზე. C6-ზე თუ წავა, ჩვენ კიდევ უფრო შევზღუდავთ მას და უფრო ნაკლები უჯრა ექნება მას სასიარულოდ უფრო მალე დავაშამათებთ. ამიტომ მეფე D6 ცდილობს რომ გაჩერდეს უფრო მეტხანს ცენტრში. მეფე F6, მეფე D5 ცდილობს რომ ცენტრში დარჩეს. ეხლა აქ უნდა გავაკეთოთ რაიმე მომლოდინე სვლა. Q5, მაგალითად Q4. მეფე ისე უნდა დაბრუნდეს D6-ზე, C6-ზე ვთქვით რომ ცუდია მეფე 6-ის გამო და აქ თეთრუჯროვანი Q5 ვართმევთ მას D5 და C6 უჯრებსაც. მეფე D7 უნდა ჩავიდეს. მაშინ Q-C5 ვართმევთ მას უკვე D6 უჯრასაც. მეფე C7, მეფე 6 ვართმევთ D7 უჯრასაც და ეხლა უკვე უნდა ჩავიდეს მერვე ჰორიზონტალზე. თქვათ მეფე D8. მეფე D8-ის შემთხვევაში ჩვენ მას გამოუცხადებთ ყუთი ქიშს და დარჩა მხოლოდ ორი სვლა ან C8-ისაკენ, ან E8-ისკენ. თქვათ ითამაშა მეფე C8. მეფე C8-ზე ჩვენ უახლოვდებით მას მეფით, მეფე D6, მეფე B8, მეფე C6, მეფე C8. ეხლა მეფეს აქვს სასიარულოდ მხოლოდ B8-ზე უჯრა. ვეუბნებით მას ქიშს, რომ C8 უჯრაც წავართვათ. მეფე B8, B6 უჯრა უნდა გავუთავისუფლოთ თეთრ მეფეს. იმიტომ რომ ვიცით რომ კუთხის უჯრისგან მეფე უნდა იყოს მხედრის წვლის მანძილზე. ამ მიზანს ემსახურება სვლა Q4. მეფე A8, აქ თამაშობთ მეფე B6, მეფე B8, Q5 ქიში, მეფე A8 და Q4 შამათი. მოდით დაუბრუნდეთ იმ პოზიციას, როდესაც ჩვენ მე-12 სვლაზე Q6-ით გამოუცხადეთ ქიში მეფეს. თქვათ თუ წავიდოდა E8-ზე, აქ უკვე C6-დან გამოუცხადებდით ქიშს. D8-ზე არ შეუძლია, უნდა მოვიდეს აქ. მაშინ მეფით F6-ზე მოვდივართ, რომ G7-ზე არ გამოიქცეს. მეფე G8 ცდილობს A7-ზე გამოიქცეს. მეფე G6, ეხა კუთხისაკენ არ უნდა წასვლა. მეფე F8, Q-C5, მეფე G8, Q-D5, მეფე A8, Q-D4. როგორც ხედავთ, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. უბრალოდ უნდა დავიმახსოვროთ რამდენიმე მომენტი. ილეთი, ეს არის მომლოდინე სვლა, რომელიმე კუთი, როდესაც ჩვენ გვინდა სვლის რიგი გადავცეთ შავებს. კიდევ უნდა დავიმახსოვროთ ის მომენტი, რომ თეთრი მეფე კუთხის უჯრისგან მხედრის სვლით უნდა იყოს დაშორებული და როგორც ხედავთ, თეორიის და პრაქტიკის შერწყმით ჩვენ უფრო კარგ რეზულტატს მივაღწიეთ. თქვენ საუცილებლად სახში უნდა გაივარჯიშოთ, თუ გინდათ რომ ავტომატიზმამდე დაიყვანოთ ორი კუთი მარტოხელა მეფის დაშამათების ტექნიკა. აღნიშნული ენჭპილის ცოდნა, რა თქმა უნდა, კვალიფიციური მოჭადრაკისთვის წარმოადგენს აუცილებლობას და ის ყველამ უნდა იცოდეს. მე გემშვიდობებით მომავალ გაკვეთილამდე და წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.